თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ცნობილი მეცნიერის ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიება ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მემორიალური კაბინეტის გახსნის ცერემონია ოთარ ჯაფარიძის 100 წლის იუბილესა და ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. როგორც ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, ოთარ ჯაფარიძის კაბინეტის გახსნა მიზნად ისახავს მისი მდიდარი სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. ოთარ ჯაფარიძის პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და მემორიალური ნივთები მისმა ოჯახმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 2020 წელს გადასცა. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყველაზე აქტიური მკითხველი ამ ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ოთარ ჯაფარიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტი. ბატონი ოთარი გახლდათ ცნობილი ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გარკვეული პერიოდი ის იკავებდა რექტორის პოზიციასაც და მისი ნაშრომები გამორჩეული სამეცნიერო ღირებულებებისაა. და მე მინდა მადლობა მოვახსენო მის ოჯახს, რომ ბატონი ოთარის მემორიალური ნივთები, პირადი ნივთები განმოსცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩვენ დღეს სწორედ აი ამ ოთახში განვალაგეთ ეს მასწავლებლად ბიბლიოთეკა ბატონი ოთარის და პარალელურად რა თქმა უნდა ის ნივთები, რომელიც მის პირად კოლექციაში და მის პირად საკუთრებაში იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ბიბლიოთეკა ყოველ წელს აღნიშნავს ბიბლიოთეკარის პროფესიულ დღეს. წელს გამორჩეული არის იმითი, რომ ამ დღეს მიუძღვენით ორი ღონისძიება. ერთი გახლავთ ოთარ ჯაფარიძის, ჩვენი ამაგდარი მეცნიერის, ცნობილი პროფესორის, აკადემიკოსის მემორიალური კაბინეტის გახსნა. ამ კაბინეტში წარმოდგენილია მისი ოჯახის მიერ შემოწირული ბიბლიოთეკა, არქივი, მემორიალური ნივთები. ბატონი ოთარ ჯაფარიძე იყო უნიკალური მეცნიერი, იყო უნივერსიტეტის რექტორი და მან სიცოცხლეშივე ანდერძად დატოვა, რომ გარდაცვალების მერე მის ოჯახს, მისი მთელი საარქივო მემკვიდრეობა და ბიბლიოთეკა მშობლიური უნივერსიტეტისთვის გადმოეცათ. ჩვენ რასაკვირველია ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეძლებს დაგვარად მგონია, რომ რუდუნებით მოვუარეთ, აღვწერეთ და გამოვფინეთ და შესაბამისად ის სამეცნიერო მიმოქცევაში უკვე შემოსულია, შეუძლია კითხველს, კვლევარს ისარგებლოს ამ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკით.